ქართული ოცნების პოლიციამ 9 პირი აიყვანა, მათ შორის არიან სამოქალაქო აქტივისტები და TV-პირველის ჟურნალისტი გიორგი მამნიაშვილი, რომელიც აქციაზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. რეჟიმის სამართალდამცავები მუდმივად ცდილობენ ხელის შეშლას, თუმცა ოლიგარქის პოლიტიკას მოქალაქეები ყოველ დღე მაინც აპროტესტებენ და ემზადებიან 28 ნოემბრის მასშტაბური შეკრებისთვის. ლიზი ვეკუა დეტალებით. გიორგი გელადაძის უწყება მოწყვეტი პროტესტის 360 დღეს კიდევ 9 დემონსტრანტი დააკავა. ესენი არიან სოფო მარკოზია, ლიდა ცომაია, დავით გუნაშვილი, გიორგი საბანელი, ოთო ირემაძე, მარიამ მეკანწიშვილი, ლუკა ჭოხონელიძე, ცოტნე მირცხულავა და TV-პირველის ჟურნალისტი გიორგი მამნიაშვილი. დაკავებულების ნაწილი გადაყვანილია ზაჰესის წინასწარი მოთავსების, ხოლო დაკავებულების ნაწილი დიგმის წინასწარი მოთავსების იზოლატორებში. ისინი აიყვანეს როგორც რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე ინგოროკვას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მიმდინარეობდა ტრადიციული მარშები რუსთაველის გამზირზე. რუსთაველის გამზირიდან უფლებადამცველებმა მოინახულეს დაკავებულები გვიან ღამით და როგორც ისინი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავენ, 9 დაკავებულის შემთხვევაში დაირღვა მათი უფლებები, ისინი დააკავეს სრულიად უკანონოდ, უკრიდან მიპარვით დააკავა რამდენიმე მათგანი საპატრულო პოლიციის უფროსმა გოგა მემანიშვილმა და სხვა დაკავებულების შემთხვევაშიც ადგილი ჰქონდა ძალის გამოყენებას მათ მიმართ. მათ ედავებიან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 2 მუხს 173-ესა და 176-ს, რაც გულისხმობს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმანხურიგნობას. სწორედ ამ მუხლებს იყენებენ ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. ჩვენ ასევე ვესაუბრეთ სამოქალაქო აქტივისტებს სწორედ ამ დაკავებებთან დაკავშირებით და ისინი ამბობენ ჩვენთან საუბრისას, რომ ამ ყველაფრით ქართული ოცნება ცდილობს, რომ მათი ხმა რაც შეიძლება სწრაფად ჩაახშოს. დაკავებულების ყველა ამბობს, რომ იმ სიტუაციაში, რასაც ედავებიან 173 და 176 სამართალდამცველობას და კლასიკურ მუხლებს, ეგრეთ წოდებული დაუმორჩილებლობას, თუმცა რა კადრებიც გვაქვს დაკავებულებთან მიმართებაში, ჩანს, რომ ეს ყავს რაღაცა დადგმულ სცენარს, ასე ვთქვათ, ერთგვარი დაგეგმულ ორგანიზებულ დაკავების პროცესს. ზოგიერთ შემთხვევაში ადამიანი დგას ზურგის უგან და ხედავთ, რომ პოლიციელი შემოდის უცხოად და მე რა აკავებს ადამიანს. დღეს ჩაინიშნება სავარაუდოდ საღამო საათებში პროცესები თუ არა და ყველა შემთხვევაში და შესაბამისად მოვისმენთ შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია აღნიშნულ სიტუაციასთან მიმართებაში, თუ რა გარემოებებზე ეტავებიან. ბოლო დროინდელი დაკავებებით დაკავშირებული ბიზნესის იმ ტრაგედიულ კაბინეტზე, რომელიც მან ბოლო პირების წინ მიიღო, რომელიც გზავნიდა პროტესტს რუსთაველის გამზირზე და შესაბამისად ხალხმა უფრო კრეატიული, უფრო სწორი და ჯანსაღი გზა მოიფიქრა და მარშრუტით გავიდა თბილისის სხვადასხვა ქუჩებში, რომ ხალხზე გაეგოთ ის პრობლემები და ის რეალობა, რაც დღეს ჩვენ ქვეყანაში ხდება. შესაბამისად ბიზნესმენის მისი კანონი, რომელიც მიიღო, საპასუხო და ორმაგად და კრიტიკულად მოხვდა შემისავე და მიიღო ის გადაწყვეტილება, რომ ხალხი დააკავოს აქციაზე მარშის დროს, ისე რომ პოლიციამ მას უკან მიიპაროს და მოთხოვებით რაღაცა მიმალვით, ტურასავით დააკავონ ეს ხალხი. მას შემდეგ რაც რუსთაველის პროტესტმა სახე იცვალა და უფრო აქტიურ ფაზაში გადავიდა, რა თქმა უნდა, ეგრეთ წოდებული პოლიციელების ყოველდღიური ყოფაც მეტად უფრო რთული გახდა. იქიდან გამომდინარე, რომ თუ მათი სამსახურებრივი მოვალეობა აქამდე შემოიფარგლებოდა იმით, რომ გზის გადაკეტვის შედეგად ვინმეს იქვე მდგომს დააკავებდნენ ან სრულ მოწმეობით ირჩევდნენ თავს, დღეს ვუწევთ, რომ ამ მარშს გაყვნენ მათ ვიწრო ქუჩებში მათთვის უცნობი კოორდინაციით, იმიტომ რომ ყოველი კოორდინაცია როგორც კი მარშის იწვრება არის მათთვის უცნობი და მათთვის ეს მობილიზება არის ძალიან რთული. აქედან გამომდინარე, ეს პოლიციელები საკმაოდ დაგეშილები არიან, ამიტომ ცდილობენ, რომ კონკრეტული ეს პროტესტის ფორმა ჩაკლან. დაკავებული 9 დემონსტრაციისგან ერთ-ერთი გიორგი მამნიაშვილია, რომელიც TV-პირველის ჟურნალისტია და გუშინ გვიან ღამით ინგოროკვას ქუჩაზე ასრულებდა პროფესიულ საქმიანობას და სწორედ ამ დროს დააკავეს ის პოლიციელებმა და როგორც მისი უფლებადამცველი ამბობს, გიორგი მამნიაშვილის შესახებ ინფორმაციას არ აწვდიდა საპატრულო პოლიცია. მათ 5 საათის განმავლობაში ეძებდნენ ჟურნალისტს უფლებადამცველი, ხოლო რაც შეეხება გიორგი მამნიაშვილის ბრალსაც, მასაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
შორის ორ მუხლს ედავებიან პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილ ხულიგნობას. ადვოკატი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ გიორგი მამნიაშვილის დაკავების დროს და შესახლების მომენტში ადგილი ჰქონდა არაპროპორციულ მოპყრობას. გიორგი მამნიაშვილი გააშიშვლეს დაკავების დროს და შესახლების მომენტში, რაც სრულად ეწინააღმდეგება კანონს და უფლებადამცველის შეფასებით ეს ყველაფერი არის ძალიან პოლიტიკურად მოტივირებული. ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტი ასრულებდა საკუთარ ვალდებულებებს, რომელიც მას აქვთ ხელშეკრულებით აღებული ტელეკომპანია პირველთან. ის იღებდა მიმდინარე მოვლენებს და აწვდიდა newsrooms ინფორმაციას ისედაც როგორც წერილობით, ასევე ფოტო და ვიდეო მასალით. ყველამ იცოდა, რომ გიორგი ასრულებდა პროფესიულ ვალდებულებას და გიორგი იყო ჟურნალისტი და გარდა ამისა, უშუალოდ მისი დაკავება უკავშირდება მის პროფესიულ მოვალეობას, რადგან ის აშუქებდა იმ უკანონო მოქმედებებს, რომელსაც შედიოდნენ პოლიციელები. თავად დაკავების შინაარსზე, რასაც ყვება არის ის, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში უკან შეკრული ხელებით იყო ბორკილებით. მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, მას არც ხელები გაუხსნეს და ასევე არც ადვოკატთან დაარეკინეს. ის ეგრეთ წოდებულ შუშებიან შენობაში კახეთის გზატკეცილზე იყო რამდენიმე საათის განმავლობაში. არ აქვს რაიმე სახის ალადობის ან ასე შემდგომ კვალი, თუმცა რასაც ამბობს, ის არის, რომ მას იზოლატორში შესახლების დროს მის მიმართ განხორციელდა არაადამიანური პირობებით შემოწმება, რაც ნიშნავს იმას, რომ ის გააშიშვლეს სრულად, აკეთებდნენ ეგრეთ წოდებული ბუქნები შემოწმების მიზნით, რომელიც არის აკრძალული და რომლის აკრძალვაც პირდაპირ წერია კანონში. ბოლო დღეების განმავლობაში გელაგოდის უწყებამ არაერთი აქტივისტი დააკავა და სწორედ ამ გზით ცდილობს პროტესტის ჩახშობას. ასეთია შეფასებები სამოქალაქო აქტივისტებისგან, ხოლო რაც შეეხება დაკავებულ ცხრაპირს, სავარაუდოდ ისინი თბილისის საქალაქო სასამართლოში, მათი პროცესები თბილისის საქალაქო სასამართლოში დღის ბოლოს ჩაინიშნება, როდესაც გამოასახლებენ და ეტაპირებას მოახდენენ მათსას. როგორც უფლებადამცველები ამბობენ, შესაძლებელია შინაგან საქმეთა სამინისტრომ კვლავ მიმართოს მავნე პრაქტიკას და 48 საათი გაუხანგრძლივოს მათ იზოლატორებში. შესაბამისად თბილისის საქალაქო სასამართლოში დღესაც ელოდებიან უფლებადამცველები მათი პროცესების ჩანიშნას. მადლობა, ეს ლიზი ვეკუა იყო პირდაპირ ეთერში.